კრიპტოვალუტები, კონკრეტულად კი ბიტკოინი იმყარებს პოზიციას. უფრო დეტალურად, თუ რა მდგომარეობაა და რა ტენდენციებია შესამჩნევი და მოსალოდნელი კრიპტობირჟებზე, ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, რა ტიქირია ტრეიდერების ჰაბის დამფუძნებელი და საინვესტიციო ანალიტიკოსია ჩვენთან ერთად. რატი ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. დავიწყოთ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და ცნობილი კრიპტოვალუტით ბიტკოინით, რომლის ფასებიც წლის დასაწყისიდან დღემდე საშუალოდ 18%-ით არის გაზრდილი. პირველ რიგში, რამდენად განჭვრეტადი იყო ეს პროცესი და რა არის ამისი მიზეზები? ხო, მოკლედ ცოტა შევიდა რომ დავიწყოთ, რა თქმა უნდა, მიზეზი არის პირველ რიგში, რომ ტრამპმა მოიგო არჩევნები და პირველ რიგში მაგ მომენტში ქონა პირველი ეგეთ ზოგადია პატარა ჰაიპივი, თორესაც სხვადასხვა ჯერ ბაიდენის მომენტში იყო, როცა უკვე მიაღწია თავის კიდევ მორიგ მაქსიმუმს, იმიტომ რომ ყველა მიცოდა რომ ტრამპი მოდიოდა უკვე მმართველობაში. ხო, ამიტომ, რომ ოდესაც ამერიკის მთავრობა და როცა ამერიკა ამბობს ტრამპის სახით და მისი ადმინისტრაცია რომ ჩვენ ვიწყებთ კრიპტოვალუტების ხარდაჭერას და მის რეალ ლეგალიზირების ნაწილს, აქ უკვე რა თქმა უნდა ყველა ინვესტორმა მოიმარჯვა თავისი კომპიუტერები და ტელეფონები და დაიწყეს უკვე ინვესტირება პირველ რიგში ბიტკოინში, იმიტომ რომ როგორც ერთადერთი კრიპტოვალუტა ბიტკოინის სახით რომელიც ჩვენ შეგვიქმნა დაგვიტოვა ეგეც რომ სატოში ნაკამოტომ ყველამ აი ამ მიმართულებით დაიწყო ინვესტიცია, იმიტომ რომ მთავარი ვალუტა, რომელსაც მთლიანად კრიპტოსამყარო რეალურად დაშენებული არის და მუშაობს. ხო, ამიტომ პირველი ფაზა იყო ტრამპის გამოჩენა კიდევ ერთხელ პრეზიდენტობის მოკეთ კანდიდატურად, შემდგომ უკვე პრეზიდენტობა და ახლა უკვე ის ლეგალიზირების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და ამერიკის მოთხოვნით ვთქვათ, პირველი ნოტა გაეგზავნა მთელ სოფლიოსო, ნელ-ნელა დავიწყოთ ამის ლეგალიზირება. რატი, აი დოლარის დასუსტება ვახსენე დასაწყისში და როგორ გონია ამ პროცესმა რამდენად შეუწყო იგივე კრიპტოს ფასების მატებას, იმიტომ რომ შესაძლებელია ინვესტორთა ნაწილს, როგორც ახალი, ასე ვთქვათ, უფრო შედარებით სწრაფად მზარდი ვალუტა, საინვესტიციოდ გარკვეულწილად მოეხდინა გადანაცვლება ამ მიმართულებით. დოლარის შესუსტება პირდაპირ ბიტკოინის რთაზე არ არის განპირობებული, იმიტომ რომ თუ ჩვენ ჩავიხედებით ამერიკის ეკონომიკაში, იქ ჩვენ დაგვხვდება რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც 4 ნახევარზე არის და უკვე სამი ეგრეთ წოდებული სეზონია უკვე ზამთარი გაზაფხული, როცა 4 ნახევარს ფეხი ვერ მოუწევს, რაღაცა ქვემოდაწიონ, იმიტომ რომ დოლარის პირდაპირ ეგრეთ წოდებული ასეთ დონეზე დოლარის ინდექსის მაჩვენებელი დიდი ხანი უკვე კოვიდის პერიოდში იყო, რა თქმა უნდა, თუმცა პირდაპირ ვთქვათ რომ ეს ბიტკოინის გამო რომ ბიტკოინში ფულის ჩადება დაიწყეს ვერ ვთქვით ამას, იმიტომ რომ ყავს ასევე ნომერ პირველი აქტივი როგორც არის ოქრო, სადაც 22 ტრილიონი ტრიალებს თლიანი ბაზრის და შესაბამისად დოლარის ეგრეთწოდებული შესუსტება, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით ორივე ეგრეთწოდებულმა აქტივმა გამოიწვია, იმიტომ რომ ყველამ დაინახა რომ თუ გინდა რომ ეგრეთწოდებული დაცულ ზონაში მოახდინო ინვესტიციები, ეს არის პირველ რიგში ოქრო, ახლა უკვე კრიპტოვალუტა ბიტკოინის სახით და ამიტომ დოლართან მიმართებაში პლუს პრობლემა გვაქვს რეფინანსირების განაკვეთის და მათ შორის ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც ამერიკაში მაინც და მაინც სახელმწიფოდ არ გამოიყურება. ამიტომ ბევრი პროცესია, რომელიც პირდაპირ დოლარზე ახდენს ზეგავლენას და წნეხს, რომ დოლარი ნელ-ნელა მოკეთ ვერ ახერხებს მინიმუმ, თუნდაც ინდექსის მაჩვენებელი 100-ანის დაბლა უკვე არაერთი თვე არ იმყოფება, 96-ზე არის და პრობლემა გვაქვს ამაში, რომ დოლარის შესუსტება მოკეთ პირდაპირ კავშირში არის კომპანიების, თუნდაც ფინანსური კომპანიების ვერ მუშაობა ნორმალურად ამერიკის ბაზარზე. კი ბატონო, რატი მინდა შევეხო კრიპტობირჟებსაც ზოგადად ახლო აღმოსავლეთის ორკვირიანი კონფლიქტი, საკმაოდ ასე ვთქვათ, სენსიტიურად აისახა ბირჟებზე. მაგალითად, ეთერიუმის ფასი შემცირდა ამ მიმართულებით, თუ არ ვცდებით 15%-იანი კლება დააფიქსირა ეთერიუმმა. ძალიან საინტერესო არის რა მდგომარეობაა დღეს და უფრო დეტალურად რომ მოვიხილოთ, როგორ აისახა კრიპტობირჟებზე ეს ორკვირიანი კონფლიქტი. ხო, განსაკუთრებით არის და დიდი წილი უკავია, რა თქმა უნდა, ირანის ჩართულობას ამ პროცესში, იმიტომ რომ ირანში მაინინგი რაც ყოველდღიური ცხოვრება არის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ეს ქვეყანა უკვე არაერთი წელია SWIFT-დან ჩახსნილი ქვეყანა არის და არის არაერთი სანქციის ქვეშ და ამიტომ პირდაპირ მათ დეცენტრალიზებულ ბაზარს მიმართასაც არის კრიპტოვალუტები. ამიტომ, როდესაც ირანზე მოკეთ ხდება
რაღაცა ნებისმიერი ბომბის დავარნა თუ აფეთქება, პირდაპირ კავშირში არის, რომ იქ რაღაც დოზით უკვე ეს მიმართულება რაც არის მაინინგი და ეს ეგრეთ წოდებული პროცესი უკვე ნელდება და სუსტდება. ამიტომ ომები და კონფლიქტები არ გვაწყობს განსაკუთრებით კრიპტო ბაზართან მიმართებაში. შესაძლოა ომები და კონფლიქტების პერიოდში შეიძლება რომ რა თქმა უნდა სასაქონლო ბაზარი ძალიან ძვირდება, როგორც საერთოდ ჩაქარი, ხორბალი და რაღაცები, მაგრამ კრიპტო ინდუსტრიაში მაინც და მაინც რომ როცა ამბობენ ტერმინი რო არის ომში ფული კეთება, გასაგებია, ეს ტრადიციულ ბაზებზე კი 100 არის დღემდე და რა თქმა უნდა, მაგალითად ამერიკული თუნდაც კომპანიები, რომლებიც იარაღს აწარმოებენ და ავიაკომპანიები ძალიან გაიზარდნენ, მაგრამ ამ მიმართულებით მაინც და მაინც კარგი მომენტი არ არის ომი, ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში მაგ რეგიონში, რომელიც ყოველთვის ცხელი წერტილი არის ზოგადად სოფლიოში, რაღაცაერთ მდგომარეობის კიდევ უფრო სწრაფად დასტაბილურება, რაღაც ოზით კი დასტაბილურდა, მაგრამ სულ საერთოდ დასტაბილურების ფონზე არის ახლა რო კრიპტოვალუტამ კიდევ დაიწყოს და თორემ ამამდე ჩვენ გქონდა რომ ქვემოთაც ჩამოვიდა 100,000-ის დაბლა კიდევ ერთხელ მოინახულა ქვედაწყვარი, ამიტომ ჩვენ კრიპტოვალუტებში უფრო მეტად გვჭირდება ამ რეგიონის სტაბილიზირება, რომ რაღაცაერთ უკვე მშვიდობის ფონზე უკვე დაიწყოს ხალხმა ცენტრალიზირებულიდან დეცენტრალიზებულ ფაზებზე რაღაცა მშვიდობიანი გადასვლა და ამაში რა თქმა უნდა ყველა ერთობლივად თელისოფლიო. ძალიან საინტერესო გარემოებას შეეხერათ და როდესაც ცენტრალიზებულ მიმართულებაზე ვსაუბრობთ, ცენტრალიზებული კრიპტოვალუტების, ასე ვთქვათ, გამოშვებას დაიწყეს უკვე სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურმა ბანკებმა. ამ მიმართულებას შორის ალბათ, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მოწინავე ჩინეთი იყო, რომელიც დეცენტრალიზებულ კრიპტოვალუტებს ძალიან ეწინააღმდეგებოდა და დღემდე ასე რჩება. პირველ რიგში ძალიან საინტერესო არის ცენტრალიზებული კრიპტოვალუტების პერსპექტივა, საშუალოვადიან პერსპექტივაში და ასევე საინტერესო იქნება ცენტრალური ბანკების მიზანს რა წარმოადგენს თავიანთი კრიპტოვალუტის შექმნის მიმართულებით, ხომ არ ცდილობენ ისინი რომ გარკვეულწილად დეცენტრალიზებულ ბაზრების კონტროლი მოახდინონ აი ამ თავიანთი ცენტრალიზებული კრიპტოვალუტის შექმნით. თუ ჩვენ მაყურებელს აუხსნით რა არის ბლოკჩეინის განმარტება, ვერავინ ვერ მიხვდებიან მარტოდ რომ დეცენტრალიზებული ბაზარის ხელში ჩაგდება პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც არ უნდა რეგულაციები რაღაც დოზით გამოიგონო, იმიტომ რომ დეცენტრალიზაცია ნიშნავს რომ ჩვენ ვჩებით ანონიმურები. თუმცა რაღაც დოზით უკვე როცა ხდება უკვე მისი გაქეშება, იმან უკვე ეს ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები ერთვებიან, რომ აბა ფულს როგორ გამოიტან, თუ შენი სახელი გვარი და იდენტიფიცირება არ მოხდება. აი მანდ არის მათი ესა ბლოკჩეინის აუთპუტის თემაში არის უკვე როცა უკვე თანხის გამოტანასა მივიდათ საქმე. მაგრამ მე მესვის კომერციული ბანკების პირველ რიგში ის რომ მათ უნდათ რომ ამ პროცესში იყვნენ მონაწილენი და მოწინავეები არა უკან მდგომი ხალხი, რომ აკვირდებოდნენ როგორ ვითარდება დეცენტრალიზებული სისტემა და ისინი უბრალოდ თამაშგარი რჩებოდნენ. თუმცა რაღაც დოზით მე მაინც მომხრე ვარ, რომ უნდა იყოს ამ ბაზრის სწორი კონტროლი, იმიტომ რომ დეცენტრალიზებული ბაზრის არასწორი გამოყენება უამრავ ჩვენთვის საშიშ თუნდაც დაჯგუფებებს შეუძლია, იმიტომ რომ მაგალითად არც ახლა არ არის დაფარული ინფორმაცია, რომ ზუსტად აი დეცენტრალიზებული და კრიპტოვალუტების დახმარებით შესაძლოა ხდებოდეს დაფინანსებები თუნდაც იმ ტერორისტული დაჯგუფებების და შემდგომ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა რა აღნიშნო, რომ ბევრი მიმართულებით შეიძლება მათი დაფინანსება მოხდეს, მაგრამ ანიშნავს, რომ რაც კრიპტოვალუტები ცუდია. მაგრამ მთავარი აქცენტი არის, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ გამოვიყენოთ მოსახლეობამ, რომ რეალურად რაღაცად უფრო მეტი სარგებელი მივიღოთ მომავალში. რატი ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ანალიზისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რატი ქირია ტრეიდერების აბის დამფუძნებელი და საინვესტიციო ანალიტიკოსი იყო. ჩვენი სტუმარი ვსაუბრობდით კრიპტო ბაზრებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით